მეცნიერები აპირებენ, რომ კიბოს წინააღმდეგ სალმონელა გამოიყენონ, ბაქტერია, რომელზეც ყველას საკვებით ინტოქსიკაცია ახსენდება. მეცნიერებმა გენის მოდიფიკაციის გზით უკვე შექმნეს რამდენიმე შტამი. ბაქტერია სიმსივნურ ქსოვილში აღწევს და იქ გამრავლებას იწყებს. ითვისებს ადგილს და რესურსებს, რის შედეგადაც სიმსივნური უჯრედები კვდებიან. მეორე მხრივ ეს იმუნურ სისტემას ააქტიურებს და ორგანიზმი თავისთავად იწყებს კიბოსთან ბრძოლას. ეს არ არის ჩვეულებრივი სალმონელა, რომელსაც ბუნებაში შევხვდებით. ჩვენ გვაქვს არატოქსიკური სალმონელას დიდი ჯგუფი, რომლებიც ვრცელდება მთელ სხეულში და აზიანებენ სიმსივნეებს, მაგრამ ზიანს არ აყენებენ ნორმალურ უჯრედებს. წარმატების შემთხვევაში გენმოდიფიცირებული ბაქტერიით მკერდის, პროსტატისა და პანკრეასის სიმსივნეებს უმკურნალებენ. ისტორიაში პირველად დამწვარი ქსოვილების ნაცვლად ცოცხალი კანი პირდაპირ პაციენტზე 3D პრინტერმა დაბეჭდა. პირველი პაციენტი ავსტრალიელი ქალი იყო ფეხზე დამწვრობით. ფერი ახლა მოისფრო მოლურჯოა, მაგრამ ის სრულად გაქრება. ეს ნორმალური მკურნალობის პროცესის ნაწილია. ექიმები იყენებენ პაციენტის უჯრედებს, რომლისგანაც ერთგვარი ბიომელანი იქმნება და შემდეგ ამ მასალით ბიოპრინტერი კანს ჭრილობის ადგილას ფენა-ფენა ბეჭდავს. პროცესი უმტკივნეულოა. ახალი კანის ძველ ქსოვილთან შეთავსება კი უპრობლემო. ჩვენ ფენა-ფენა აღვადგენთ ქსოვილს, რომ ზუსტად შევძლოთ იმის რეკონსტრუქცია, რაც დამწრობის შედეგად დაიკარგა. ეს ტექნოლოგია ქირურგებს საშუალებას მისცემს, რომ მკურნალობა წარიმართოს უფრო სწრაფად, თანმიმდევრულად და საიმედოდ. ტექნოლოგია ავსტრალიაში კლინიკა ნონქორდის დამწრობის ცენტრში ინერგება, სადაც 3D პრინტერით დამწრობის გამო დაკარგული ქსოვილები უკვე ათობით ადამიანს აღუდგინეს. გუსტავ კლიმტის ელისაბედ ლედერერის პორტრეტი აუქციონზე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშისთვის რეკორდულ ფასად 226 მილიონ 400,000 დოლარად გაიყიდა. აუქციონზე ნამუშევრისთვის ვაჭრობა 20 წუთი გრძელდებოდა. ამ პორტრეტმა კი მფლობელს ოდესღაც ყველაზე ძვირფასი რამ სიცოცხლე შეუნარჩუნა. ეს ექსტრაორდინალური პორტრეტი გამოსახავს ელისაბედ ლედერს, ახალგაზრდა ლამაზ 20 წლის სოციალურ ფიგურას და ასევე გუსტავ კლიმტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ დამკვეთებს, ოგასტა ზერინა ლედერების ქალიშვილს, რომელიც ვენის უმდიდრესი ოჯახი იყო. კლიმტმა დახატა ელისაბედი როგორც ძლიერი და ელეგანტური ფიგურა. პორტრეტი თითქმის 2 მეტრის სიმაღლისაა. მას კლიმტი 3 წლის განმავლობაში ხატავდა. მას შემდეგ, რაც ავსტრია ნაცისტებმა დაიპყრეს, ნამუშევრის პერსონაჟმა ელისაბედ ლედერერმა შეთხზა ისტორია, თითქოს ის გუსტავ კლიმტის შვილი იყო და თავის სწორედ ასე გადაირჩინა. მოგვიანებით, როცა ნაცისტებმა ლედერერების ქონება და პირადი საკუთრება გაძარცვეს, დატოვეს მხოლოდ ეს პორტრეტი. ელისაბედი იმპერატორის მოსასხამში, რადგან ჩათვალეს, რომ ნამუშევარი ზედმეტად ებრაული იყო. პინგვინების ეს სახეობა ჰუმოლდტის სახელითაა ცნობილი. ისინი ჩილეში ცხოვრობენ და უკვე გადაშენების ზღვარზე არიან. მათი პოპულაცია ჩვენს თვალწინ მცირდება. უნდა ვფოკუსირდეთ საფრთხეებზე, რომლებიც მათ ზღვაში ექმნებათ. ისინი შეიძლება დაიჭირონ განზრახ, ან შემთხვევით გაიბან სათევზაო ბადეებში და მოკვდნენ. ეს ჩილელი პინგვინების პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია. რეალურად მათმა რიცხვმა კრიტიკული შემცირება იმის გამო დაიწყო, რომ განაშენიან და სანაპიროები და მოისპო მათი საბინადრო არეალი. თევზის მრეწველობის განვითარების გამო კი პინგვინებს საკმარისი საკვები აღარ რჩებათ და შიმშილობა უწევთ. ამას ემატება გარემოს დაბინძურება და ფრინველის გრიპი. ადგილობრივი ვეტერინარები კი ამდენ პრობლემასთან გამკლავებას უბრალოდ ვეღარ ახერხებენ.